სამწუხაროდ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის საკითხი, რომ ვიღაცა ევროპელმა ბიძიამ შეგვამჩნიოს. აი ეს პაპუასური, აბორიგენული, კოლონიალური დამოკიდებულება ჩვენს ერში და პოლიტიკურ ისტებლიშმენტში სამწუხაროდ არსებობს. ჩვენ ერთმანეთს კი არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას, სამწუხაროდ ერთმანეთის მეშვეობით კი არ ვირჩევთ, აი ეს კაცი მართველი უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს. ნუ ლეგიტიმაციას ვეძებ, აი ტრამპი ხელს თუ ვინმეს აუწევს. მორჩა, ეგ კაცი უნდა გახდეს პრეზიდენტი. ხალხო, იყო ჩვენს ისტორიაში ეგეთი არც თუ ისე საამაყო ფურცლები, როდესაც სადღაც ისფახანში, სტამბულში, მოსკოვში, ოქროს ურდოში მიდიოდნენ ჩვენი მმართველები და იქ იარლიხს იღებდნენ, ან ყურაპალატის წოდებას იღებდნენ, ან თავადის წოდებას იღებდნენ, ან საქართველოს ნამესნიკის წოდებას იღებდნენ. იყო ეგეთი შავი ფურცლებიც, მაგრამ მე მგონი სხვა დროა, ხო ეხლა ყოველ შემთხვევაში მაგას ვამბობთ, რომ ჩვენ სუვერენული დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, კონსტიტუცია გაგვაჩნია და მაინც მენტალურად აი ამ ბატონყმობაში ვართ და ეგ სამწუხარო რეალობაა. აი ტრაგიზმის მაგალითიც არის და თან იმის მაგალითიც არის სინამდვილეში მაგ ოცნების შემადგენლობას, ვინც მაგას წერდა რომ შეგონჩნია ხალხო, მაგათ რა უნდათ? სახალხო ზეიმი გამოაცხადეს ტრამპმა ბოქში ხელი რო აუწია იქით რა ვიღაცას რაღაც მიმართულებით, ამას ვინც სახალხო ზეიმად აცხადებს, მაგას რა უნდა და რას ცდილობს და რას მოცნობს? როგორ ებრძვის